მოზარდზე ძალადობა თუ მასწავლებლის მიერ უფლებამოსილების გადამეტება. სოფელ დიდისმადის სკოლაში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა მოსწავლეები და მშობლები ირწმუნებიან, რომ ისტორიის პედაგოგმა სპარტაკ ტაბატაძემ მე-7 კლასის მოსწავლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თან ასასი მოკიდა ხელი მას და მეტი არაფერი არ მխია. ჯიბეზე მოიკიდა ხელი. დავინახე მე. დაშის დანაიდა. ან ჯიბეში დანა ჰქონდა. დიახ, მას ეგ ვიცით. შემთხვევა 2016 წლის 12 დეკემბერს მოხდა. ინციდენტს არ უარყოფს სკოლის დირექტორი და მასწავლებელი. როგორც ისინი ყვებიან, მოსწავლემ გაკვეთილის მსვლელობისას საკლასო ოთახში გუნდა შეაგდო, რამაც მასწავლებლის გაღიზიანება გამოიწვია. სპარტაკ ტაბატაძე აღიარებს, რომ მოსწავლეს უხეშად მიმართა. შემოისრულა გუნდა. აქ მოხდა. მე მოვიდა ხელი და დავიყვანე, აღწვენე მოთხარ. არავითარიდან არ მქონდა, არავითარიდან არ. უბრალოდ ხელი მოვკიდა და ცოტა ხმამაღლა მომივიდა, ცოტა აი წაჯიკი აბასეთ, უგამეყონა კლასი. ბოდიში მოუხადე და ახლა კარგი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. დიდი და პატარა სმადის მაცხოვრებლები და მოსწავლეები ამბობენ, რომ აღნიშნული შემთხვევის შემდეგ მასწავლებელი სკოლაში აღარ გამოჩენილა. იგი საგაკვეთილო პროცესს 2017 წლის იანვრიდან დაუბრუნდა. აღნიშნულს უარყოფს სკოლის დირექტორი. დიდი და პატარა სმადის მაცხოვრებლები შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებას თხოვენ. შეურაცხყოფა მიაყენა, ბოშტურა მიაყენა, ერთი კვირა თვითონ არ დადიოდა ეს. მე ვთქვა, ავღაც ვიყავიო. თუ კი ფსიქოლოგად არის, კაცი ქვეშინია დირექტორს არაფერი და მივეზო საქანაო, თუ ნახლა მაგა. პური მოვყარი ამბობდნენ აქ სოფელში და რამდენად მართალია არ ვიცი. ბავშვი მუქებაო და რომელ ბავშვს არ ვიცი. ბავშვებისგან გამიგონია, რომ ვითომ ხუმრობს რაღაცებს. უღარს ხუმრობაო ზემეთ რაღაცებს აღარ მოიგონებს. გაუშვა სკოლაში და მეშინოდეს, რომ რაღაცა არ მოხდეს. პასუხისგებლობა ამიტომ დირექტორს უნდა დავაკისრო. კარგი გადაწყვეტილება იქნება, რომ კომისია მოილინოს სკოლაში. ჩვენ ვირას გვეტყვის, ეს სკოლის პრობლემა არის, მაგრამ როგორც ასეთი არაჩვეულებრივი დირექტორი და არაჩვეულებრივი მასწავლებლები ყველაფერს ახლა პატარა რაღაცა რომ ხელ გახდება. დირექტორი არ უარყოფს, რომ აღნიშნული შემთხვევის დროს სპარტაკ ტაბატაძემ უფლებამოსილებას გადააჭარბა. ირმა ქიმაძის გადაწყვეტილებით საკითხი სკოლაშივე მოგვარდა და მშობლისთვის აღნიშნული შემთხვევის შეტყობინების საჭიროება არ დამდგარა. კარების მოჯახუნების ხმა იყო უფრო მეტად ხმაურიანად დაიკეტა კარები. ამიხსნეს სიტუაცია, რომ მოსწავლე შეეცადა სასწავლო პროცესი ჩააშალა და მასწავლებელმა ის ცოტა ხისტი აი მოკიდა ხელი და გაიყვანა. მოკიდა ხელი და გაიყვანა და ცოტა ხმამაღლა მიმართა, რომ გადი დატოვე და როგორ არ გესმის და რატომ იშლი ხელს. რახან მოსწავლე დავინახე ანერვიულებული, მასწავლებელსაც გავესაუბრე და მითხრა, რომ მომივიდა ცოტა ხმამაღალი დალაპარაკება ბავშვთან. მასწავლებელმა ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ანალოგიური აღარ განმეორდება. ყველა ადამიანები ვართ, უხეშობა კი გამოიჩინა იმ მომენტში, მაგრამ ისეთი რომ ვთქვათ, რამე სერიოზული და რაღაცა ყოფილიყო, მე არ ამგონი. სპარტაკ ტაბატაძე დიდისმადის სკოლაში ისტორიას, გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებას 23 წელია ასწავლის. სკოლის მოსწავლეები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული შემთხვევა პირველი არ არის და სპარტაკ ტაბატაძე მათ საგაკვეთილო პროცესის დროს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებს. მოზარდები ამბობენ, რომ ისტორიის მასწავლებელთან ურთიერთობა ბოლო 1 წელია დაეძაბათ. გაკვეთილზე რო ვიხარ და გაკვეთილს ყვებიან რაიმის აკეთებ, მოვახონე და რაღაც ცოტა ისეთ ქცევები აქვს ხელით ან თავის ჩაგარყავ და რაიმე უძდელი სიტყვა უთხრას უწმაწური ეშინია ხალხს, რომ ჩვენც რო ესეთი რამე გაგვიკეთოს. არა ქვეყნიურად გელაპარაკება რაღაც. მაგალითად? რავი, მაგალითად თვარეზე ვიყავიო და რაღაც ნუ არ არის ისეთი როგორც პედაგოგი უნდა იყოს. არა ისე კარგი ის არის ცოდნე ყველაფერში კაცო. კარგად ასწავლის თავის საქმის სპეციალისტი. მაგალითად რამე ისეთი უხეში მოპყრობა არის. რა იგულისხმება უხეშ მოპყრობაში? და ყვირილი, ძალიან ყვირილი. კიდევ რაღაც შეხება? ფიზიკურად რაღაც ცოტათი რა. თუ წყნარად იქნები, არაფერზე დაგიშავის კარგი მასწავლებელი, წყნარი მასწავლებელი არ შეგეხება იგი ფიზიკურად. თუ გააბრაზე მე არის აგრესიული. მშობლებისა და მოსწავლეების ბრალდება, რომ გაკვეთილზე პედაგოგი შეურაცხყოფელი სიტყვებით საუბრობს, სპარტაკ ტაბატაძისთვის უცხო არ არის. იგი ამბობს, რომ ბილთსიტყვაობის შესახებ ერთ-ერთმა მასწავლებელმაც უსაყვედურა, თუმცა პედაგოგი ირწმუნება, რომ მოსწავლეებთან ერთად მსგავს საუბარს ადგილი არასდროს ჰქონია. ის ფაქტი, რომ ხმამაღალი საუბარი ტაბატაძის გაკვეთილებიდან ხშირად ისმის, დირექტორიც ადასტურებს.
რამდენიმეჯერ შემომესმე თავისუფალი საუბარი გაკვეთილზე, შემიღია კარები, მომისმენია, მაგრამ აი ჭირდება ეს თემას, მაგრამ რამებიც სიტყვაობა და რაღაც შეუფერებელ სიტყვებს არ ქონია ადგილი, ურთიერთობები ხანდახან უფრო შინაურული ხდება და ეს ან მოსწავლემ ვერ გაიგო და ან მასწავლებლს მოუვიდა ეს ურთიერთობის გადამეტება, ზედმეტად. მშობელთა და მოსწავლეთა ბრალდებების შესახებ განათლების სამინისტრომ და ადიგენის რესურს ცენტრმა მე-9 არხისგან შეიტყო. ოფიციალურ პასუხში აღნიშნულია, რომ უწყებამ საკითხი დირექტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით შეისწავლა. განათლების სამინისტრომ სოფელ დიდისმადის საჯარო სკოლაში მიმდინარე მოვლენებში დარღვევა ან მასწავლებლის გადაცდომა ვერ დაინახა. და ევროპისა და